I'm nice and I don't mean polite. Hip hop, the party and it don't stop. From New York to London, all the way to Bangkok, so people get hype. გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენ კვლავ რა თქმა უნდა ვართ თქვენთან ერთად. დღეს ვყავს ჩვენ ესე იგი სტუმრად, აი ესეთი მანქანა, რომელსაც ჩვენ ვეძახით BMW-ს და ჩემთვის პირადად ბრენდში ყველაზე მახინჯი BMW არის აი ზუსტად აი ეს მოდელი რა. მოკლედ E46 კომპაქტი ეს არის 2-დან 0 2004 წლიანი 318T, ნუ ესე ვეძახით, ეს ვერსია არის. ხედავთ მის ვიზუალს, ნუ როგორიც არის, მე პირადად ესე იგი ძალიან არ მიყვარს. რო გითხრათ სიმართლე, ეხლა მე მანქანებში აი ძალიან ასე ვთქვათ, გარკვეულიც არა ვარ და მით უმეტეს საერთოდ BMW-ში, იმიტომ რომ მე პირადად მყავს Subaru, იაპონური მანქანების 100-ათვისია კიდე რაღაც ვიცი. მყავს ასევე ჩვენ Mustang და ამერიკულ მანქანებშიც ვერ ყვევით ნორმალურად. გერმანული მანქანები ნაკლებად მყოლია. გერმანულებში მე პირადად თუ შემეკითხებით, მე მაინც უფრო Mercedes-ისკენ ვიხრები. თუმცა BMW ასოცირდება საკმაოდ დიდ ხარისხს და აქედან გამომდინარე, ესე იგი, მისი ვიზუალის ავიღებ თუ ხარისხს ავიღებ, ყავს ძალიან ბევრი გულშემატკივარი თავისთავად და მოყვარული. ზოგადად BMW-ს ძალიან ბევრი მოწამლული ადამიანი ყავს და ისინი არიან, ესე იგი, სექტანტები, ეს ყველა მიცის და ამას ვაღიარებთ, მოკლედ ავტომოყვარულები, ყველა და იმდენად მოწამლულები არიან, რომ BMW-ს იქეთ ფაქტიურად მაგათთვის მანქანა არ არსებობს. მაგრამ არ აუშავს. ესეთი ადამიანები პრინციპში ამერიკულ მანქანებსაც ყავს, სხვა იაპონურ მანქანებსაც ყავს და ზოგადად არსებობენ, მაგრამ BMW-ს ფანები არიან ცნობილები თავის სიგიჟეებით რა. მოკლედ, ესე იგი, ერთი სიტყვით, მე მინდა იმის თქვა, რომ ჩვენი ეს კონკრეტული მანქანა, ეს არის ჩემი მეგობრის, რომელი მანქანაც იყიდება და აუცილებლად, ესე იგი, მე მინდა გითხრათ ის, რომ ამ მანქანას, კონკრეტულად ამ მანქანას არაფერი არ ჭირს. აბსოლუტურად არის ქარხნულ მდგომარეობაში, არის იაპონური, მაგრამ ხედავთ ჩვეულებრივად ქარხნული მარცხენა საჭიანი არის, არაფერი არ სჭირდება, მოკლედ გარბენიც აქვს საკმაოდ ცოტა. დაინტერესების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ჩემეგობარ ირაკლის დაურეკოთ, მისი ნომერი გამოჩნდება აქ, შეეხმიანეთ და დაახლოებით სავარაუდო ფასი არის $3,300-3,500. ამ მანქანისათვის ვფიქრობ, რომ არ არის ახლა ბევრი იქიდან გამომდინარე, რომ არც დანარტყამი არის, არც ჩანაძირი არის და არანაირი პრობლემა არ აქვს. მისი პრობლემა ერთ-ერთი რაც არის, ჩემთვის პირადად, აი ძალიან ყლევიდი აქვს და მაგრად არ მევასება და თვითონ ასე ვთქვათ მანქანის პრობლემა თუ შეიძლება ეს ვთქვათ ეგ არის ის რომ აკუმულატორი არის გამოსაცვლელი. სხვა მეტი პრინციპში ამ მანქანას არაფერი არ სჭირს რა. მოკლედ ხედავთ ახლა თქვენ აქ ძრავს, ეს არის 2-დან 0, ამ მანქანას აქვს 153 ცხენი. ამ მძღნერი და მოკლედ, ამ მანქანას აქვს, ესე იგი, 153 ცხენი. მეც ვერ აუ, საბა, რა მაგარ მანქანას მაღებიებ დღეს რა გინდა ჩემი. ნუ ვეცდები რომ ეხა ძალიან სერიოზულად მივუდგე მე დღეს ამ ვიდეოს, ნუ შეიძლება გამიჭირდეს, იმიტომ რომ BMW არის რა და ბიჭო, რა ვქნა, არ მევასება ჩემი კაი, აი არ მევასება რა მოგწონთ ამ მანქანის ამის აზზე არა ვარ რა. ნუ კონკრეტულად ეხლა ამ მოდელზე ვსაუბრობ, თორე ეხლა BMW-ს ყავს აი მართლა ძალიან მაგარი მანქანები, ჩემთვის პირადად მე-7 სერია არის აი ერთ-ერთი აი ყველაზე ჩემთვის მართლა ძალიან მაგარი მანქანა და უდიდეს პატივს მე-7 სერიას. არის მე-7 სერიებში რაღაცა მკლოვანებიდან გამომდინარე სადღაც რაღაც ჩავარდნები და ჩაკუკები ქონდათ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის ისეთი წლოვანების კონკრეტული მე-7 სერიები, რომელიც მე პირადად ძალიან მაგრად მევასება და ყავს ამიტომაც ძალიან ბევრი ფანი. გინდა ხარისხი, გინდათ ვიზუალი, გინდათ ცხენები, სისწრაფე, მანევრი და ტრასაზე ხო იდეალური არის მოკლედ და კონკრეტულად ეგ მანქანა არის აი მენა მაგარი ფარჩაკი რა გეუნებით. თუმცა ყავს ამ მანქანასაც რა თქმა უნდა, ნუ გემოვნებაზე კი დაობენ პრინციპში, მაგრამ სხვადასხვა გემოვნების ადამიანები არსებობენ და ვიღაცას ახლა კონკრეტულად ეგ მანქანა მოსწონს, ეგ მოდელი მოსწონს. ნუ არ არის პრობლემა, ვისაც ეს მანქანა მოსწონს, გითხარით მე თქვენ აღვნიშნე რომ იყიდება და არ არის პრობლემა, ირაკლის დაუკავშირდეთ, კიდევ ერთხელ გამოვაჩენთ მაგის ნომერს. ჩვენ საბა რას ვიზამთ ახლა დღეს ამ მანქანასთან გამოვატარებთ ტრასაზე და ვნახავთ როგორი მანევრი აქვს, რანაირად დადის თუ როგორ ვიზამთ, შენ რას ფიქრობ რა? პრინციპში ისეთი ამინდი გვაქვს ახლა ჩვენ თბილისში, აქ ამით რა მანევრი უნდა ნახო და სად უნდა ჩააჭირო, იმენა მოგიცურდება კარგი სტრაკი რა. აზრი არა, ამ ბიუჯეტში რა მანქანას იყიდი საბა? კონკრეტულად შენ გაგითხები საბა? მე უჩვენცი ვარო რაღაც ლეგასი ან ფორესტერი ხმდა და კოჩახ, კი ბატონო, გეთახმები. $3,000, $3,500 ეხლა რო იყიდო ამ ეს არის 2004 წლიანი, ხო? 2004 წლიანი, ესე იგი მაგფაში
Subaru, რომელიც არის უნივერსალი, თან 4/4-ზე შეგიძლია გამოიყენოთ თორშიც, ტალახშიც, ტრასაზეც, არის უნივერსალი და მოკლედ ესე იგი შიგნით ოჯახის წევრების ბევრი ჩაეტევა, საბარგული აქვს, სადაც გინდა წახვალ, წამოხვალ. ამაში რატომ უნდა გადაიხადო? ეგ თან მართლა არ მესმის რა. მაგრამ ხო გამონები არიან გიჟები რა, ზოგიერთი ისეთი გიჟი არის მართლა და ისე მაგრად ელოსება ეგ მანქანა. რომ რავი, შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, პირიქით ყველას პატივცემთ, ბიჭებო, შემოგევლეთ გულში, გემოვნების და მიუხედავად, რა თქმა უნდა, უბრალოდ მე იმ ადამიანებს არ მესმის, რომ აი ამის გარდა სხვა მანქანა არ არსებობს და რაღაცა. ეხლა კომენტარებში ეხლა ვიღაცებმა შეიძლება რაღაცები დამიწეროთ, ცუდი, ეხლა ცუდის ვინც დამიწერს, მოგიტყანთ კარგი სტრაიკი, კაცო, მაგრად მკიდი ხარ და ვაფშე არ გამოიწეროთ, ჩემი არხი ეგეც მაგრად მკიდია რა და ვაფშე იმასაც ვიტყვი რა, აუცილებლად რომ ეს არის ჩემი ჰობი და რაღაც ამას პროფესიონალურ დონეზე მე არ უყურებ, მით უმეტეს რომ კიდე პრეზენტი არ ამაქვს რომ მე მანქანები კარგად ვიცი და კარგად მესმის. უბრალოდ ეგ არის ჩემი ჰობი და მე და საბას მოგწონს მოკლედ ამ საქმის კეთება და სამსახურების იქეთ და ჩვენი ბიზნესის იქეთ, ნუ მოკლედ ამით ვერთობით რა და ეგ არის და ეგ. თუ რამე ასე ვთქვათ მე ამ მანქანასთან დაკავშირებით რამე შეცდომებს დავუშვებ საუბრისას და რაღაცას ისე არასწორად მოგაწოდებთ, ეგეც მეგობრებო შეგიძლიათ დაგვიკომენტაროთ, გითხრათ, პრობლემა არ არის და მოგისმენთ, გულდასმით, რაზეა საუბარი. თუ დამაყენებთ ესე იგი არჩევანის წინაშე BMW თუ Mercedes-ი, რა თქმა უნდა ვიტყვი Mercedes-ი, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა კლასი არის ჩემთვის პირადად. ვიზუალური მხარე ავიღოთ თუ გინდ რა. BMW რავი, ყველა თითქმის ერთმანეთს გავს, მით უმეტეს აი ახლები ეხა რას გამოდის, მე ვეღარ ვარჩევ უკვე რა და ჩემნაირად ძალიან ბევრი ფიქრობს. ესე იგი კონკრეტულად ვინც BMW-ს ფანები ხართ, რა თქმა უნდა თქვენ ერკვევით ერთი რაღაცა უმნიშვნელო ხაზიც რო იყოს, იმითაც კი შეგიძლიათ რომ ასე ვთქვათ განსხვავოთ და ჩვენ ეხა ვინც ამ მანქანაში ვერ ვერკვევით და არ ვართ გარკვეულები, თავისთავად გვიჭირს გარჩევა და იქნა გამომდინარე რომ ყველა BMW უკვე ერთმანეთს გავს, ჩემთვის ძალიან უინტერესო არის ამ ხრივათაც. მოდი ახლა მეგობრებო, რა თქმა უნდა ვნახოთ ჩვენ საბარგული ტრადიციულად გადავხედოთ რა ხდება. ვა, ყოჩახ გეგეში რასუბთათა გაქვს ყველაფერი. აი, ეგ მანქანა არის კომპაქტი და ესეთი კომპაქტური საბარგულიც აქვს. ესე იგი, კომპაქტური და პატარა. შეგიძლიათ რამოდენიმე ჩანთა ჩადოთ, მაგის პრობლემა არ არის, მაგრამ პრინციპში შენ კი ჩაეტევი აქ და ხო გახსოვს ერთხელ გოლფის საბარგულში როგორ ჩაგდენე? და ხო არ გინდა აქაც ჩაგდენო? კი, გინდა. რაში შეიძლება რომ ეგ მანქანა გამოვიყენოთ? არც არაფერში, მაგარი არის, მაგრამ მოდი ახლა დავსერიოზულდეთ და ვთქვათ, მართლა რაში უნდა გამოვიყენოთ ეგ მანქანა? ნუ შეგიძლიათ პრინციპში უყიდოთ მეუღლეს, უყიდოთ ოჯახის რომელიმე წევრს, რომელიც ეხლა იწყებს მანქანის ტარებას, სწავლას, როცა ისწავლის, უკვე შეუძლია ბავშვები მიიყვანოს სკოლაში, ბაღში, იაროს სამსახურში მივიდეს, მოვიდეს. სხვა რავი, რა დანიშნულება უნდა მივცეთ ამ მანქანას, მე აზრზე არა ვარ. სპორტული ეგ არ არის, მანევრი ამას წესიერი არ აქვს. მინუსებზეც ვისაუბროთ თუ გინდ. ამის კოლოფს ხშირ შემთხვევაში აქვს სარტყმები. შეიძლება იმუშაოს საუკუნეც კი და არ გაფუშტეს. ეგეც უნდა ითქვას, მაგრამ ეგ წარტყმები აქვს. ძრავის გადახურება ასევე ხშირად ემართება და ამით გაზაობა არ შეიძლება. წყლის პრობლემა ეგ ყველა ვიცით რომ BMW-ს კიბო არის მოკლედ რა და აქაც აქვს კი ძალიან დიდი პრობლემები. ასევე უნდა იცოდეთ ყიდვამდე ამ მანქანის კიდევ სხვა მინუსები. აი მაგალითად უკანა მხარე არ აქვს გამძლე, მით უმეტეს როცა ვიღაცები ფიქრობენ რომ 2-დან 0-ით ამ 153 ცხენით რაღაცა სასაული დრიფტი უნდა აკეთოთ. ბალკა არ არის გამძლე და შეიძლება გაატყდეს. ზეთის ჭამა უყვარს ამ მანქანას, კონკრეტულად ამ მოდელს მით უმეტეს, ესე იგი მისი ცეფი ძრავის არის საკმაოდ პრობლემური და შეიძლება ძალიან მალე დედაც ეტიროს. ამ მანქანას რო ყიდულობთ, მოკლედ უნდა იყოთ შეგუებული იმას, რომ შეიძლება ცხოვრებაში ახალი პრობლემები გაგეჩითოთ. მოდი ახლა გადავიდეთ ინტერიერზე. ექსტერიერზე მაინც ვქვი ბიჭო რაღაცა კარგი და წესიერი კაცო. ამან ხო ხელში შემიკლა რა. კარგი ეთი რა. რა გინდა ბიჭო? მოკლედ დაწყნარდი რა და მაცადე რა. ერთი სიტყვით მეგობრებო, ხედავთ ახლა ამ მანქანას თქვენ, ვიღაცებს წერან აღვნიშნე რომ მოგწონთ და ვიღაცებს არ მოგწონთ. მე მაგრად არ მევასება და მაგრად არ მომწონს. თავიდანვე აღვნიშნე რომ BMW-ს კონკრეტული ეგ მოდელი მე პირადად მაგრად არ მევასება და რა უნდა გითხრათ ამის ვიზუალზე აზზე არა ვარ, მე თვითონ არ მომწონს და არ ვიცი რა ვთქვა. ეს პატარა კრილოები, რაღაცა წინ ფარები, მახინჯი, ეს რო არის ჩამოსული, მაგრად მემახინჯება, უკან ტრაკი, აი საერთოდ ულამაზო. მე მინახია ხო, აი სხვა მანქანები, სხვა ბრენდები, ჰეჯბეკები, რომლებსაც მართლა უხდებათ იმენა ჰეჯბეკობა. Opel Astra-ს ჰეჯბეკი თუ არ ჯობდეს სილამაზით, აი მართლა გეფიცებით რა, ეს რას გავს? აი არანაირად
კარგ ვიზუალში არ ჯდება რა და დიზაინერი ამანქანის ვინც იყო აი BMW-ს მეპატრონეებს და ნუ დირექტორებს და მენეჯერებს დასაბრედი ყავთ რა რომ აი იმენა ეს მოკლედ მან მოიფიქრა დახატა, მაგრამ ესენის დასაბრედები არიან პრინციპში რომ ეს დაამტკიცეს. ეხლა რაც შეეხება ინტერიერს. მოკლედ საბაც კი ვერძის წესიერად მეც რაღაცა ჩაკუჭული ვარ, პატარა ბავშვის არის რა. აი მე მახსოვს ერთხელ ბიზაჩემმა ბელარუსიდან, თუ არა ოდესიდან მახსოვს ჩამომიტანა პატარა მანქანა რა, რაშიც ესე ვჯდებოდი და ესეთი რაღაც სატარებელი პედლები ქონდა რა. სატერფული უпроსორად ესეთი სატერფული ქონდა და იმით ვატარებდი და როცა მე დავიღლებოდი მე ჩემი ბაბუა ან ბებია მოკლედ ესე მაწვებოდნენ ხოლმე და მაკატავებდნენ რა აი დაახლოებით ეგ ვარიანტი არის რა შევადარებდი მაგ სათამაშო მანქანას შიგნით ვერც კი ვეტევით მე კიდე ეხლა რა ვიცი რაღაცა ბიუჯეტური უნდოდა და თან ხარისხიანი მოკლედ რა BMW-ს შემქმნელებს ამ მოდელისათვის და გამოვიდათ რაღაც უფარჩაკესი ჯერ საჭე ელემენტარული რა ვიცი აი რას გავს აი რაღაცა აი ძალიან უშნო არის რა საჭე. მე კიდე აქეთ რაღაცა უშნო პლასმასები არის. ეს ვითომ ხარისხიანი რაღაც გააკეთეს და არ ვიცი მოკლედ რა. რა გითხრათ, აი რა მოგწონთ? შეგიძლიათ ეგ კომენტარებში თქვენ დაგვიწეროთ. მე პირადად აბსოლუტურად არაფერი არ მომწონს. ერთადერთი რაც შეიძლება რომ პლუსში გავატარო და ჩემ გემოვნებაში ჯდება, ეგ არის რომ მე ზედმეტი ასე ვთქვათ ეკრანის სენსორები და რაღაცები არ მევასება და ღილაკებს ვცემ ძალიან დიდ პატივს და აი ამდენი ღილაკი მე პირადად რო გითხრათ სიმართლე ძალიან მომწონს უფრო მამაკაცური არის და უფრო ბრუტალურიც დანარჩენი სხვა მოკლედ მე ამანქანის არაფერი არ მომწონს როგორც გარედან აღვნიშნე წეგან და გითხარით ასევე შიგნიდან ვერცეტევი შიგნით კი ქვია კომპაქტი ზუსტად მაგიტომაც რო არის ეგეთი პატარა, მაგრამ არის მანქანები იგივე სეგმენტში გადის, მაგრამ ბევრად კომფორტული არის, წესიერად ასე ვთქვათ, ეტევა თვითონ ძღოლის, გვერდზე მჯდომიც და უკანას კიდე არის რაღაც ადგილი და აქ არანაირი ადგილი არ აქვს, გასაქანი არ აქვს, ან მანევრი როგორ უნდა გააკეთო, უცებ რო რაღაცა ვიღაც გიჟი შემოხდეს და გინდა რომ აი რაღაც წესიერად საჭეს კი აი ფეხები კი, მე შეიძლება მაღალი ვიყო ეხლა სხვებთან შედარებით, მაგრამ რაღაცნაირად აი პატარა ბავშვი თუ გაატარებს მართლა რა აი რომ აი მანქანის ტარება ისწავლოს რა და გაერთოს რა ეგ მომენტია თორე აი არ ვიცი არაფერი არ მომწონს დედას გეფიცებით აი ვაფშე არაფერი რას გავს რა ვიზუალიც რა არც ხარისხი არც ვიზუალი აბსოლუტურად არაფერი არ მომწონს რა გეგეში ირაკლი ჩემოძმო მაპატიე რომ ეს მანქანა გილანძღე და კი მინდა რომ გაყიდო და ღმერთმა გაგაყიდინოს იმიტომ რომ ნამდვილად მინდა რომ ეს მოიცილო რა და რამე წესიერი იყიდო ბიჭო კაც ყავდა მუსტანგი 2013 წლიანი როუშის ეყენა ყველაფერი რაღაც სასაულად დადიოდა თან კაბრიო იყო სერიოზული მანქანა ძმაო და ეგ რამ გაყიდინა რა მოკლედ აუცილებლად უნდა გაყიდო და ის ადამიანები რომლებიც არიან უგემოვნოები მაგრამ მოწონთ ეგ მანქანა შეგიძლიათ მართლა იყიდოთ იმიტომ რომ ქარხულ მდგომარეობაში არის არანაირად არ არის დანარტყამი და არაფერი არ ჭირს მანქანა ერთი აკუმულატორს გამოცვლით და ეგ არის და ხო კიდე არ დამოვისდეს საბა გაფიცებ ძმობას ეხლა გახედე მაგ შუშას არ იწევა და რა არის მაგ ჩატნეული აი ბოლოში აი ეგ არის ამაგანის მინუსი კიდე რა ტექნიკურად რამეს სხვა პრობლემა ამანქანას მართლა არ გააჩნია მეგობრებო გინდათ ძრავი ავიღოთ სიჩქარების ყოლოფი თვითონ სავალი ნაწილებიც კარგ მდგომარეობაში არის და მართლა მანქანას არაფერი არ ჭირს ამიტომ გეუბნებით რომ იყიდეთ ეს მანქანა რა მოგვაშორეთ წაიყვანეთ მოკლედ მეგობრებო ჩვენი ვიდეო მივუახლოვდა დასასრულს ჩვენ ახლა დაგემშვიდობებით მაგრამ გავაკეთებთ მოკლე შეჯამებას გითხარით ასეა თუ ისეა მოკლედ ამანქანის პლუსები მინუსები და პლუსი ის არის რომ ქალაქში შეგიძლიათ ნამდვილად გამოიყენოთ შეგიძლიათ ამანქანით მოკლედ მარტივად დააპარკინგოთ მარტივად იაროთ ქალაქში მით უმეტეს იმ ადამიანისათვის რომელიც არის დამწყები მძღოლი შეუძლია რომ იყიდოს იმიტომ რომ მისი ასე ვთქვათ სადღაც მირტყმა და მორტყმაც კი არ დაენანება და შემდეგ შეუძლია გადაჯდეს ნამდვილ მანქანაზე მოკლედ მეგობრებო დაგემშვიდობებით არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი დალაიქეთ ვიდეო დაგვიკომენტარეთ შეგიძლიათ შესწორებებიც ჩვენ არ არის პრობლემა მივიღებთ ყველაფერს დაგვიწეროთ კომენტარებში და მე აუცილებლად გაგცემთ პასუხს ყველა კომენტარზე
მე პირადად არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ მანქანების ბევრი რამე მესმის და ვიცი, ამიტომ თუ რამე შესასწორებელი არის, შეგიძლიათ დამიკომენტაროთ და მე აუცილებლად ამ ყველაფერს გავითვალისწინებ. დროებით და თქვენი გამოწერით და თქვენი კომენტარებით ჩვენ გვეხმარებათ.